მოკლედ კითხვას შევავსებ. რამდენიმე დღეა არ გეხმიანებათ ხომ საერთოდ? დიახ. ანუ გენატრებათ? არა. კი. როდესაც ქალი ტელეფონს დახედავს missed call-ის იმედად, ეს მონატრების პირველი სტადია. თქვენ გიყვართ? შეყვარებული ხართ? რა სისულელეა. თავის მართლება შეტევის ფორმით ეს უკვე მონატრების მეორე სტადია. კი, თქვენ გიყვართ? არა, უბრალოდ ნერვი მომეშალა. თან ცოტა მეცნება კიდეც. არა, სიცილი კარგია, ოღონდ ეხლა არა. და რა მაინტერესებს, აი, მაგალითად, ბაჩანაცალუ ღელაშვილმა რომ არ დაგირეკოთ, ნერვები მოგეშლებათ? ეგ ვინ არის? არა აქვს მნიშვნელობა, მოგეშლებათ თუ არა? არა. გამარჯობა კიდევ ერთხელ შენ, ესე იგი კონკრეტული кейსი რომ არ გირეკავთ, მაგაზე გეშლებათ ნერვები და ესე იგი ის პერსონა თქვენთვის მნიშვნელოვანია. არა, უბრალოდ გამიკვირდა. ისე ცოტა იდიოტია. და თქვენ ვინ ხართ, თორსა იდიოტი გიყვართ? არ მიყვარს. ოკეი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, გიყვართ თუ არა ვიღაც გამოსირებული. რა უფლებით ლანძღავთ? აჰა, ხედავთ, იცავთ. მოკლედ თქვენ ძალიან შეყარებული ხართ, ეხლა თავს უნდა დააჯეროთ, რომ ძალიან გიყვართ ის ადამიანი, უბრალოდ ამ ეტაპზე გაქვთ იმის უნარი და მზაობა, რომ არ შეეხმიანოთ და არ მისწეროთ. ეს დავალება შეასრულეთ, შემდეგ მობრძანდით ჩემთან და მე უკვე შევცვალოთ გეგმა რა თქმა უნდა. გონი ტყუილად მოვედი აქ. ტყუილად მუხლუხოც არ მიხოხავს ხეზე, მასაც სადღაც ეჩქარება. ეს ყოველთვის გახსოვდეთ.